საშუალოდ დედამიწაზე 1600 ვატი მზის ენერგია აღწევს და ადამიანები ამჟამად დაახლოებით 1013 ვატს ვიყენებთ. სეიგანის მცოცავი მასშტაბით ჩვენ ამჟამად დაახლოებით 0.73 ტიპის ცივილიზაცია ვართ. როცა ფიზიკოსები კოსმოსში სიცოცხლეს ეძებენ, ისინი სინამდვილეში მწვანე კაცუნების ზებნით კი არ არიან დაკავებულნი, არამედ ეძებენ პირველი, მეორე და მესამე ტიპის ცივილიზაციებს. სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასაბასებელი ფიზიკის თეორეტიკოსი მიჩიო კაკუ პროგნოზირებს, რომ ამ საუკუნეში არამიწიერი ცივილიზაცია ადამიანებთან კონტაქტს დაამყარებს. პირადად მე ვფიქრობ, რომ ამ საუკუნეში კავშირს დავამყარებთ არამიწიერ ცივილიზაციასთან. დავაფიქსირებთ მათი რადიოკომუნიკაციების სიგნალებს. მათთან საუბარი რთული აღმოჩნდება, რადგან ისინი ჩვენგან ათობით სინათლის წლით იქნებიან დაშორებული. შესაბამისად მოგვიწევს გავშიფროთ მათი ენა, რათა გავიგოთ მათი ტექნოლოგიების განვითარების დონე. არიან თუ არა ისინი პირველი, მეორე ან მესამე ტიპის ცივილიზაცია. რა ზრახვები აქვთ? ექსპანსიურები და აგრესიულები არიან თუ მშვიდნი. ისიც შესაძლებელია, რომ ისინი პირდაპირ თეთრი სახლის მდელოზე დასხდნენ და თავიანთი არსებობა გვამცნონ. მაგრამ ვფიქრობ, ეს ნაკლებ სავარაუდოა, რადგან მათთვის უბრალოდ გარეული ცხოველები ვიქნებით და შესაბამისად კომუნიკაცია ნამდვილად არ ეღირება. კაკუმ არ იცის ადამიანები შეძლებენ თუ არა მათთვის პასუხის დაბრუნებას, მაგრამ ფიქრობს, რომ 2100 წლამდე დავაფიქსირებთ მათი რადიოკომუნიკაციების სიგნალებს. ეს მისი სუბიექტური მოსაზრებაა. ცივილიზაციის ტიპებში კაკუ გულისხმობს კარდაშევის სკალის 3 კატეგორიას. სკალა, რომელიც ზომავს ცივილიზაციის ტექნოლოგიური განვითარების დონეს, მათ მიერ კომუნიკაციებისათვის გამოყენებული ენერგიის ოდენობაზე დაყრდნობით. მიჩიო კაკუ პირველი არ არის, ვინც ღიად საუბრობს, რომ არც თუ ისე დიდი პერიოდი გვაშორებს იმ დროსთან, როცა ჩვენ არამიწიერ ცივილიზაციასთან კავშირზე გავალთ. მეცნიერები განსაკუთრებით ფოკუსირებული არიან ელექტრომაგნიტური სპექტრის ამ პატარა ნაწილზე, რადგან ის განირჩევა სამყაროს ფონური ბუნებრივი ხმაურისგან, რომელიც სიხშირის უფრო ფართო დიაპაზონში ვრცელდება. მთელი მსოფლიოს რადიოტელესკოპები გამუდმებით ასკანირებენ ცას სიცოცხლის რაიმე ნიშნის საპოვნელად. იმის მიუხედავად, რომ რამდენჯერმე კინაღამ შევცდით, ჯერჯერობით არაფერი გვიპოვია ისეთი, რომელიც გვაფიქრებინებდა, რომ არამიწიერი ცივილიზაციები მართლაც არსებობენ.